და დამუხრუჭების ზოლები. გაქანების და დამუხრუჭების ზოლები ბევრმა არ იცის ჩემო კარგო რა ტერმინია ეს რა გაქანება რა დამუხრუჭება ახსნათ ახლა ჩვენ ესა შენ სადღაც ინგლისში ხარ თუ საფრანგეთში ხარ აქ გაქ ესეთი წვეტილი ხაზი აქ არის აი ესეთი მონაკვეთი გინდა ჩაასხა საწვავი შედიხარ აი აქ საწვავი გინდა ჩაასხა ან ვთქვათ არის სუპერმარკეტი და გინდა რაღაცა იყიდო მნიშვნელობა არა შენ აქ რო შედიხარ ხო ამოხრუჭებ aber orgāķiem, ko var gapinīt paskuģi hora. Ai amas am monaკვეთ, სადაც შეგიხარ და უნდა დაამხრუჭო, აქ რო გაჩერდები, ამას ქვია დამუხრუჭების ზოლი. შენ რო შეხვედი, აქ ყველაფერი იყიდე თუ ჩაასხი, რო გამოდიხარ, ამას ქვია გაქანების ზოლი. ანოში გვაქვს გაქანებისა და დამუხრუჭების ზოლები და საერთოდ ამ განსაკუთრებულ საქართველოში ყველაფერი განსაკუთრებული მე ვიძლეოდი ნებართებს საქართველოს მასშტაბით ამ ობიექტებზე საგზაო ინფრასტრუქტურის ვერდით რაც შენდებოდა თქვათ კალონ ბენზინგასამართი სადგური თუ სავაჭრო და სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საპატრონო პოლიცია იძლევა ამის ნებართვას საგზაოსთან ერთად და ყველა ობიექტს სავაჭრო საყოფაცხოვრებო და სხვა ობიექტს რომელიც გზის გვერდით არის განლაგებული ყველა ობიექტს ლექსო ბატონო უნდა კონდეს ეგრეთ წოდებული ჯიბე აი ეს არის ჯიბე ამას ეძახიან სპეციალისტები და მაგარი მცოდნეები რომ გზაზე განლაგებულ ყველა ობიექტს ჭირდება ჯიბე აქ რო დაიწყებ ნატახტაში თავიდან ბოლომდე და ხაზვეგამდე ვერ გაიგებ პატრონი არ ახავს პატრონი ბრმები არიან მიდიან მოდიან ვერ ხედავენ რომ ეს ჯიბე არ აქვს ძალიან ბევრ ობიექტს არა მარტო აქა საქართველოში ეს მის ანუ ნებისმიერი განლაგებული ობიექტი საჭიროებს ესე იგი ამ ზოლს სადაც უნდა მწყობა დაამუხრუჭოს აჩერდეს მიიღოს სიამოვნება იყიდოს რაღაცა ნაყინი წყალი ჩაასხას ბენზინი და მერე უნდა წავიდეს ეს არის ჩემო კარგო გაქანებისა და დამუხრუჭების ზოლები